თბილისის სტუმარი. დილამშვიდობისა, თბილისო დილამშვიდობისა საქართველო, ჩვენ გიმრუდებით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ გადაცემას ეს დილის პალიტრა ტალღაზე FM 103.9. მე გირჩევთ აუცილებლად გადმოერთოთ რადიო პალიტრის Facebook გვერდზე და უკვე ლაივშიც გვიყუროთ. რაც შეეხება გადაცემის დღევანდელ სტუმრებს, მე როგორც წესი თემით უნდა დავიწყო სტუმრებს კი თქვენი ნებართვით, ოდნავ მოგვიანებით გაგაცნობთ. მას ასე 2025 წლის 18 მარტს გაეროს განვითარების პროგრამამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა შვედეთის ხელშეწყობით გამოქვეყნეს ახალი კვლევა იმიჯის 2024. ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში, საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება. საკმაოდ ვრცელი სახელწოდება კვლევისა, მაგრამ მე მგონი გასაანალიზებულად მომდევნო 10 წუთიც გვეყოფა. თუ რა გამოიკვლია, ორგანიზაციებმა რა გამოიკვლიეს, რა კითხვები დაისვა და რაც მთავარია, როგორი პასუხები წამოვიდა საზოგადოებისგან ამ თემებზე და კვლევის შედეგებს დღეს ჩვენს ეთერში გაგვიზიარებენ ნანა ავალიანი, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის ანალიტიკოსი ნანა დილამშვიდობისა და სოფო ჭიჭინაძესაც აქვე გაგაცნობთ გაეროს განვითარების პროგრამის კომუნიკაციის ხელმძღვანელს უღრმესი მადლობა მოგბრძანებისთვის, დილამშვიდობისა. აი ამ კვლევის შედეგების მიხედვით როგორ ხართ? როგორ აისახა ის თქვენზე? ეს კითხვა ისე დავტოვოთ, მაგრამ პირველ რიგში ჩავერთოთ უშუალოდ კვლევის მიმდინარეობაში, დავიწყებთ თქვენგან, რა ნაწილებისგან შედგება და რამდენ ხანში ერთხელ ტარდება ამ ტიპის კვლევა? Თამთავ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ეთერისთვის. მართლა გვიხარია მეც და ნანასაც, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ამ კვლევაზე ვილაპარაკოთ და გენდერული თანასწორობის საკითხებზე უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ ჩვენს მსმენელთან, მაყურებელთან. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის დღევანდელი საქართველოს საზოგადოებისთვის, ასე რომ იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევა ამოსავალ ინფორმაციას გვაძლევს, რომელიც გამოიწვევს შემდგომ მსჯელობას, განხილვას საზოგადოების ყველა დონეზე. და საბოლოოდ ჩვენთვის სასურველ ცვლილებებსაც. რა თქმა უნდა, ყველა კვლევა ზუსტად ამისთვის ტარდება, რომ ჩვენ ვიცოდეთ, სად ვართ, სად გვიჭირს, რა არის უფრო მეტი ყურადღების საგანი და საერთოდ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება კარგად და წარმატებით განვითარდეს. ეს ძალიან საინტერესო კვლევაა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი უკვე 12 წელია ატარებენ შვედეთის ხელშეწყობით, რასაც ძალიან ვაფასებთ ნამდვილად, იმიტომ რომ კვლევა, რომელსაც ქვია იმიჯის სახეები, ამ კვლევის მიღმა დგანან რეალური ადამიანები, ქალები და კაცები, რომლებიც თავის აზრს გამოთქვამენ გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ საკითხებზე. ესეთი ყოვლის მომცველი კვლევა არის, რომელიც მართლა იმიჯის არის, მართლა სახეებია და ჩვენი საზოგადოების რაღაც ერთიან სურათს გვაძლევს. ესე იგი, ამ კვლევას ვატარებთ ჩვენ 2012-13 წლიდან, პირველი ფილდი ჩატარდა 2013 წელს და ძალიან საინტერესო შედეგებია ამ კვლევის უკვე 2024-ში ჩატარებული კვლევის შედეგად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ 13, 19 და 24 წლის მონაცემები შევაფასოთ. კვლევა არის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი, აი 2024 წელს ჩატარდა ველი, რომელიც მოიცავდა 2000-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვას, რაც საქართველოს შემთხვევაში სრულიად წარმომადგენლობითი რეპრეზენტატიული შერჩევა არის უკაცრავად და ასევე საქართველოს მოიცვა რეგიონების ჩათვლით. რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ როგორც ურბანული ქალაქების მაცხოვრებლები, ასევე სოფლო ცხოვრები ადამიანები გამოგვეკითხა და 2000-ზე მეტი ინტერვიუ ჩატარდა, ასევე ჩატარდა ჩაღრმავებული ფოკუს ჯგუფები, რომლებიც უფრო ესეთ სიღრმისეულ თვისობრივ მონაცემებს გვაძლევს ამ კვლევასთან დაკავშირებით. ჩავშალოთ თუ გინდათ. უნდა დავიწყოთ. მდგომარეობა როგორი გვაქვს გენდერული თანასწორობის სანდოობის თვალსაზრისით, თუმცა ისეთი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები აქ არანაირი კითხვის ნიშანი არც უნდა გაჩნდეს. ამაზე არც არის პრეტენზია. შედეგი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რომ სანდოობის ხარისხი იყოს ძალიან მაღალი. კვლევას ყოველთვის აქ რაღაც. აი, ამიტომაც განსაკუთრებით ხაზი გავუსვი ორგანიზაციების წარდგენისას ცოტა ვრცლად გამომივიდა. მაგრამ ეს თემა დაიხურა უკვე, გრძელდება შედეგებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ პარალელების გაკეთება წინა წლების კვლევების შედეგებთან მიმართებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. რამდენადაც მოვახერხებთ და შევძლებთ. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ძალიან საინტერესო მონაცემები გვაქვს ჩვენ როგორც 10 წლიან, ისე 5 წლიან პერსპექტივაში. მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, საერთოდ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, რას ფიქრობთ იმაზე, მიღწეული არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა. ამ შემთხვევაში მართლა ძალიან საინტერესო დინამიკა არის, იმიტომ რომ თუ დავუშვათ 2013 წელს, ეს მონაცემი იყო სადღაც 50%-ზე მეტი იყო. შემდეგ 2019 წელს
ცოტა დაეცა ეს მონაცემი და 30% ცოტა ცილდებოდა და ახლა ისევ აიწია. რას ნიშნავს ეს? რომ 2013 წელს მეტი ადამიანი ფიქრობდა, რომ საქართველოში არის მიღწეული გენდერული თანასწორობა და ამ მხრივ ჩვენ პრობლემები უკვე თითქმის არ გვაქვს. შემდეგ ამ მონაცემმა დაიწია, იმიტომ რომ შეიძლება ვარაუდოთ პრობლემებიო. ვიქონია პრობლემები, კი ბატონო, იმიტომ რომ სტანდარტი გაიზარდა, ადამიანების მოთხოვნის სტანდარტი გაიზარდა და ჩვენ აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი სფერო, სადაც ჯერ კიდევ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოსაც ჯერ არ აქვს ბოლომდე მოგვარებული ეს პრობლემები. აი 20-24 წლის მონაცემებით იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ფიქრობს, რომ გენდერული თანასწორობა მიღწეულია და ჩვენ პრობლემები აღარ აგვაქვს, ისევ გაიზარდა. ისევ გაიზარდა. ისევ გაიზარდა კი ბატონო. ამ შემთხვევაში ჩვენ ესე იგი ტეხილი ხაზი გვაქვს და არა რაღაცა ერთიანი ხაზი, ამიტომ მართლა ძალიან საინტერესოა, რომ უფრო ანალიტიკურად მივუდგეთ ამ საკითხს და მართლა აღმოვაჩინოთ რაშია საქმე, როგორ იცვლება, აი რა ფლუქტუაცია გააჩნია ამ საზოგადოებრივ აზრს. ასევე ძალიან საინტერესო მონაცემები გვაქვს, სანამ გადავალთ ოჯახურ ურთიერთობებზე კი ბატონო, მოდი აი ოდნავ გავშალოთ ის, თქვათ, პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით რაც ხდება. აქ ჩვენ გვაქვს სტაბილური აი ესეთი წრფივი მონაცემები და საქართველოს მზარდი კი ბატონო, მზარდი და საქართველოს მოსახლეობა მუდმივად ფიქრობს და ეს აზრი იზრდება, რომ ქალების მეტი მონაწილეობა საზოგადოებაში, მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში არის სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. 20-24 წლის მონაცემებით ეს მონაცემი გაიზარდა 62%-მდე, ანუ მთლიანად მოსახლეობას გულისხმობ, რაც საკმაოდ კარგია. ასევე კი ბატონო, ასევე კარგი მაჩვენებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ხედავენ, რომ თანასწორობას პოლიტიკაში ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ ქალების და კაცების თანასწორ მონაწილეობას პოლიტიკაში. აი ამ თანასწორობას, პოლიტიკურ თანასწორობას რეალური სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის. ანუ პრაქტიკულ შედეგებს ხედავენ იმაზე, რა ხდება, როდესაც მეტი ქალი მოდის პოლიტიკაში. საქართველოში ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში ზოგადად წლების მანძილზე იყო ძალიან დაბალი, ანუ ერთი არჩევნებიდან მეორე არჩევნებამდე არჩევით თანამდებობაზე საკმაოდ ცოტა ქალი მოდიოდა, 12%-ს არ ცდებოდა არც საპარლამენტო მონაწილეობა, პარლამენტში წარმომადგენლობა ქალების ადგილობრივ თვითმმართველობაში, კი ბატონო. და ესე იგი არც ახლა არის მაღალი, მეოთხეც არ აღემატება 24-25%-ის გარშემო არის მონაწილეობა როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში, ისე პარლამენტში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მონაცემები გაიზარდა. ეს პროცენტული მონაცემი გაიზარდა. ასევე ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში გაიზარდა საარჩევნო გენდერული კვოტირების მხარდაჭერა. რომელიც მოგეხსენებათ უკვე გაუქმებულია 4 წელი იმოქმედა გენდერულმა კვოტებმა და ეხლა უკვე საქართველოში გენდერული კვოტირება აღარ აქვს, მაგრამ საზოგადოებრივი მხარდაჭერა გენდერული კვოტების მიმართ გაიზარდა, თანაც გაიზარდა განსაკუთრებით კაცებში 10%-ით, რაც სტატისტიკურად ძალიან სერიოზული მონაცემი არის ნამდვილად. თუ კაცების 54% უჭერდა მხარს გენდერულ კვოტირებას 2019 წელს, 2024 წელს ეს ამ მონაცემა 54%-ს მიაღწია, რაც საკმაოდ საინტერესოა. ქალები როგორც უჭერდნენ ადრე 60-65% იყო ყოველთვის, ახლაც აი დაახლოებით არ შეცვლილა დაუშვათ ქალების მხარდაჭერა კვოტირების მიმართ, მაგრამ კაცების მხარდაჭერა სერიოზულად გაიზარდა. ესე იგი, კვლევას ისიც უჩვენებია, რომ კაცების ცნობიერებასაც მოუმატია პროცენტულად საკმაოდ ამ საკითხის. ამ კონკრეტულ საკითხში არის სხვა საკითხები, საერთოდ აი როდესაც ამ კვლევის შედეგებს ვაფასებთ, ხო, ყოველთვის ხედავთ განსხვავებებს ქალაქსა და სოფელს შორის, კაცებს და ქალებს შორის, ასაკობრივ ჯგუფებს შორის, ბუნებრივია. მაგალითად 18-29 წლის ადამიანები გაცილებით უფრო მეტად ემხრობიან თანასწორობის პრინციპებს და გაცილებით უფრო თანასწორობასთან დაკავშირებული აზრები აქვთ, როგორც რაოდენობრივ მონაცემებში, ისე თვისებრივში. ამ შემთხვევაშიც მაგალითად კაცებს და ქალებს შორის განსხვავებაზე, როდესაც საუბრობთ, ხო, არის საკითხები, მაგალითად ლიდერობა, მაგალითად ბიზნესში მონაწილეობა, როდესაც კაცები თვლიან, რომ კაცები უკეთესი ლიდერები არიან და ეს მონაცემი ცოტა იზრდება 19-დან 24 წლამდე. მაგრამ აი პოლიტიკას რაც ეხება, იქ სრულიად ცალსახად გამოვლინდა, რომ კაცებიც მხარს უჭერენ ქალების ჩართულობას პოლიტიკაში. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ადამიანის ცხოვრებაში, ქალის ცხოვრებაში უკავია ადგილს, ოჯახს, მაგრამ ოჯახში რა როლი აქვს ქალს? ისევე როგორც კაცის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით.
აბსოლუტურად გეთანხმებით. განსაზღვროთ ამ კვლევის შედეგების მიხედვით ქალის როლი და ადგილი ოჯახში. როგორ განისაზღვრა, რა გვაჩვენა და რა შეიცვალა? სოფო მისაუბრა ძალიან საინტერესო მიგნებაზე, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობის მიღწევის შესახებ საზოგადოების დამოკიდებულებას და ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს მონაცემი, როდესაც უფრო მეტი ადამიანი თulis, რომ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობა არის მიღწეული. თუმცა მეორეს მხრივ, როდესაც კონკრეტულ სფეროებზე ვსაუბრობთ ჩვენი ცხოვრების, იქ ვაწყდებით გამოწვევებს, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ მაგალითად ოჯახში როლების გადანაწილებასთან დაკავშირებით კვლავ ადგილზე არის უფრო კონსერვატიული ტრადიციული შეხედულებები. ანუ ის, რომ საზოგადოება თვლის, რომ გენდერული თანასწორობა მიღწეული არ აისახება პირდაპირ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ან მეორე ვარიანტი არის, რომ ის აღქმა, რაც საზოგადოებას აქვს გენდერულ თანასწორობაზე, არ გულისხმობს საოჯახო ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის მიღწევას და აი ეს კომპონენტი არის გამორჩენილი მათი აღქმიდან გენდერული თანასწორობის შესახებ. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საოჯახო საქმეების გადანაწილებაზე, ანუ ეგრეთ წოდებულ აუნაზღაურებელ შრომაზე, ეს კვლავ არის რაღაცა სეგრეგირებული, უფრო მეტად ითვლება ქალის საქმე, ისეთი საკითხები, როგორიც არის მაგალითად საჭმლის მომზადება, დარეცხვა, სახლის დაალაგება და ასე შემდეგ. ბავშვზე პასუხისმგებლობის აღება. კი ბატონო, ბავშვზე პასუხისმგებლობა ითვლება ცალსახად ქალის, დედის ვთქვათ მოვალეობად, თუმცა აქ არის რამდენიმე საკითხი, რასაც კაცები ამბობენ, თანაბრად არიან ჩართულები, მაგალითად ბავშვის დაძინება, ბავშვის ბანაობა, თუმცა ეს არის რაღაცა უფრო მონაწილეობით და არც ერთ ვთქვათ დებულებაზე კაცები არ ამბობენ, რომ მხოლოდ ისინი ასრულებენ, ანუ ყოველთვის სურვილზე დამოკიდებული გვევლინება კაცი საოჯახო საქმეებში და მამაც ბავშვის აღზრდის საქმეებში. თუმცა ამის პარალელურად საზოგადოების უმრავლესობა თვლის, რომ კაცის მთავარი როლი არის მამობა. ანუ შეხედულების დონეზე ასე ვთქვათ, მათ გაცნობიერებული აქვს თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის კაცისთვის ოჯახში ჩართულობა, ბავშვის აღზრდაში და ზრუნვაში ჩართულობა, მაგრამ პრაქტიკა ამას ეს პრაქტიკაში არ აისახება. მაგრამ ძალიან საინტერესო არის ეს სხვადასხვა სოციოდემოგრაფიულ ჭრილში ამ საკითხების განხილვა, იმიტომ რომ თქვა სოფომაც ისაუბრა იმაზე, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად უჭერენ ხალხს გენდერულ თანასწორობას. აქ შემოდის კიდე განათლების კომპონენტიც, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ შევაფასეთ საშუალო ტექნიკური უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები ბევრად მეტად უჭერენ ხალხს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ დებულებებს. თბილისში მაცხოვრებლები უფრო მეტად უჭერენ ხალხს სხვადასხვა. მაგალითად, თბილისის შემთხვევაში ძალიან მაღალი იყო მაჩვენებელი იმ ადამიანებისა, ვინც თვლის, რომ მემკვიდრეობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს, თანაბრად უნდა გადანაწილდეს ბიჭ შვილს შორის. ზოგადი ტენდენცია მემკვიდრეობასთან დაკავშირებით არის, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჭერს ხალხს თანაბარ გადანაწილებას მოსახლეობის ჭრილშიც, რომ არ ჩავიდეთ დეტალებში, თუმცა კი, აი თბილისმა ამ მხრივ აჩვენა საკმაოდ მაღალი შედეგი. ასევე ახალგაზრდები არიან ნაკლებად კონსერვატიულები ამ საოჯახო საქმეების გადანაწილებასთან დაკავშირებით და თუ კიდევ ერთ ცვლად დავამატებთ, ანუ ახალგაზრდები და ახალგაზრდა ქალები არის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობას და მაგალითად ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება ისეთ დებულებას, როგორიც არის, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით კაცს ეკუთვნის. თუმცა, როდესაც თქვენ დილის კითხვა დაიწყეთ იმით, როგორ გრძნობთ თავს ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ეს კვლევა მიუხედავად იმისა, რომ არის რიგი საკითხები, რაშიც არის გაუარესება, მაინც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიგრძნოთ კარგად თავი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ის ინვესტიცია, რაც ჩვენ განვახორციელეთ არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის თქვა სახელმწიფო პარტნიორებთან ერთად, გენდერულ თანასწორობაში უყოლოდ არ არის გამქრალი, ხო? გამქრალი და არ არის უყოლოდ გამქრალი ახალგაზრდებში განსაკუთრებით და ჩვენი გაეროს სააგენტოების მიზანი არის, რომ კაცები იყვნენ ჩვენი ძალიან დიდი მხარდამჭერები გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაში და გვაქვს რამდენიმე ისეთი შედეგი ამ კვლევით ამოსული, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ შორის მეტი კაცი ჩავიბით
აი ამ ძალიან საინტერესო თავგადასავალში, რასაც ქვია გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოში. მე როგორ მომეწონა ეს პოზიტიური დასკვნა, რაღაცნაირად ველოდი თითქოს და ძალიან მომეწონა. აი შეფასება კვლევის შედეგის, ზუსტად ამ სახით მინდოდა მეკითხა. აი მაინც ხომ მივდივართ ყველაფერი იქამდე მიგვაქვს, კარგია თუ ცუდია ეს შედეგი და რაღაცნაირად ნანა თქვენ დამამშვიდეთ ახლა ამ შედეგით. ესეც ალბათ რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, კარგია თუ ცუდია, იმიტომ რომ არის რაღაცა ძალადობასთან დაკავშირებული დებულებები, რაშიც ისევ ძალიან ესეთი შედეგებია, რომელიც ჩვენთვის არის სიგნალი, რომ რაღაცა ყურადღება უნდა გავამახვილოთ მათ შორის ამ საკითხებზე, იმიტომ რომ რაღაცა მოსახლეობის ნაწილი თუნდაც ძალიან მცირე, თუნდაც სადღაც 15%-ის ფარგლებში ეთანხმება, რომ ოდესაც ხალი გააუპატიურეს, მან ისეთი რაღაცა გააკეთა, რომ თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში. დასაშვები ეს ამ კვლევის ფარგლებში ძალადობასთან და გააუპატიურებასთან დაკავშირებით რაც გარკვეული საკითხები, მათ შორის რომელიც იმსახურებს მეტ ყურადღებას როგორც ჩვენი, ისე თქვა სხვა განვითარების პარტნიორების და სხვა აქტორების მხრიდან. თუმცა რაღაცა ამ კვლევის შედეგების შეფასება ცალსახად კარგად ან ცალსახად ცუდად, ცუდი პრაქტიკაა ზოგადად, ხო? ეს ვერ მოგცემს რაღაცა არც ჩვენ არ შეგვიძლია ამის შეფასება და ზოგადადაც იმდენად ბევრი საკითხი მოიცვა ამ კვლევამ, რომ ეს ერთიანად იმის თქმა, რომ ან კარგია ან ცუდია რაღაცა შედეგი, ამას ვერ ვიტყვით. რა თქმა უნდა, ეს არის იმის ნიშანი, რომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა, მათ შორის უნდა გავაგრძელოთ მუშაობა პოლიტიკის დოკუმენტების დახვეწაზე, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა საზოგადოებრივი ცნობიერების და შეხედულებების და საზიანო სოციალური ნორმების ტრანსფორმაციაზე, თუმცა არის ასევე ჩვენთვის დასტური იმისა, რომ ის, რასაც აკეთებს, მათ შორის გაერო ამ ქვეყანაში, იძლევა კონკრეტულ შედეგებს. კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეთ ეს, რომ მართლა მნიშვნელოვანია ამ ტიპის და განსაკუთრებით თქვენი ორგანიზაციების საქმიანობა. იმედი მაქვს, აი თქვენ და საუბრის დასაწყისში ვერაც აღნიშნეთ, კვლევა კეთდება იმიტომ, რომ მერე რაღაც ცვლილებებს უბიძგოს მისცეს შესაბამის სტრუქტურებს, შესაბამის პირებს, გარკვეული რეკომენდაციები აჩვენოს სურათი, რა არის შესაძლებელი, რა არის გამოსასწორებელი, რა არის კარგი და რაზეა სათქმელი, რომ ეს კარგია, ხო? აი ამისთვის ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ყველა პუნქტი, ყველაფერი მოვიცავით ამ კვლევის შედეგებისა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, მნიშვნელოვან ნაწილზე მადლობა, რომ გაამახვილეთ ყურადღება და გაგვაცანით, გამაცანით მეც, გამათვიცნობიერეთ ამ საკითხში. თუმცა მინდოდა მეკითხა, მაგრამ დრო აღარ არის, აბსოლუტურად აღარ დარჩა დრო, რა იქნება შემდეგი ეტაპები თქვენი ორგანიზაციების, რას აპირებთ, გეგმების კუთხით, რა იქნება შემდეგი ცვლილებებისკენ აბიჯები. მოდით მომდევნო საუბრებისთვის შემოვიტოვოთ ეს თემები აუცილებლად და მეტი გეგმები გაგვიზიარეთ. სიამოვნებით ამაზე ვისაუბრებთ, როგორც აი დასკვნითი ნაწილი მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა გაეროც და არასამთავრობო ორგანიზაციები, სამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესიც საკმაოდ ბევრს აკეთებს საქართველოში გენდერული თანასწორობის დამყარებისთვის. ეს არის რაღაცა ისეთი კოლექტიური საქმიანობა, რომელშიც ყველა არის ჩაბმული, სწორედ იმიტომ, რომ ეს არის კარგი საზოგადოებისთვის. ზოგადად გენდერული თანასწორობა ქალებსა და კაცებს შორის არის სარგებელის მომტანი საზოგადოებისთვის და ეს კარგი შედეგი სრულიად ცალსახად ჩანს როგორც ეკონომიკაში, ასე პოლიტიკაში, ასევე სოციალურ სფეროში, ბევრ სხვა სფეროში და ჩვენმა კვლევებმა ზუსტად ეს შედეგი აჩვენა საბოლოო ჯამში. რაც შეეხება სამომავლო საქმიანობას, აუცილებლად მომავალში ალბათ ყველა დიდი სიამოვნებით ვისაუბრებთ იმაზე, რას ვაკეთებთ, მაგრამ ერთი რამ არის სრულიად ცხადი, ჩვენი ორგანიზაციები, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ თანასწორობისთვის მუშაობას საქართველოში, როგორც გენდერული თანასწორობისთვის, ასევე ნებისმიერი სხვა თანასწორობისთვის. იმიტომ რომ სწორედ თანასწორობის და ადამიანის უფლებების პრინციპებია ის, რომელზედაც დგას თანამედროვე საზოგადოება. შესაბამისად, საქართველოს ამ პრინციპებს ვაცნობიერებთ ამას და ამის აუცილებლობას. ძალიან დიდი მადლობა და გემშვიდობებით. არ ვემშვიდობებით ჩვენს მსმენელს, ვაგრძელებთ გადაცემას.